რატომღაც ესე ჩათვალეს თვითონ, რომ სინდისის პატიმრის ბანერს თუ ჩამოხსნიან და მეგაშოუს ბანერს, რომელსაც ქვია ქართული, აი ამ ბანერს თუ დაკიდებენ, ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება და ეს ასე არ იქნება. ხელი ამბავი ამაზე იყო, რომ 10 წუთი გჭირდება, რომ უცებ პრომო გადავიღოთ და მე ბანერს ისევ დავკიდებთ. გუშინ არ გადაიღეს ეს პრომო, მე ჩვენ გვიან წავედით აქედან. დღეს დილას ჟურნალისტებისგან გავიგეთ, რომ თურმე მოუხსნიათ ბანერი, თუმცა ჯერჯერობით არავითარი პრომო არ გადაუღიათ, არც კამერა არის, არც ოპერატორია, არავინ არ არის საერთოდ აქ. სასაცილოა იმდენი და სამარცხვინოა, არც ვიცი რა დავარქვა მათ გუშინდელ საქციელს და დღევანდელსაც, აი ბანერი მოიპარეს და დამალეს. თუ არ ვიცი რა ხდება, ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ვერც ვერავინ ნახე, რომ ვკითხოთ, სად არის ბანერი, რომელიც რავი, ჩვენი საკუთრებაა, პირადი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ დროს ბანერი იყო შეხსენება თითოეული გამლელისთვის და ყოველწამიერი შეხსენება ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები, არაჩვეულებრივი ხალხი, რომლებიც უდანაშაულად უკვე ამდენი ხანია ციხეში სხედან და არ ვიცი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ღირსება, ჩვენი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის ღირსება, ჩემი კიდევ რამდენიმე მეგობრის ოკმელასი, საბას ხვიტარიძის და არაჩვეულებრივი უამრავი ადამიანის, რომლებსაც მანამდე არ ვიცნობდი, მაგრამ დღეს ისინი ჩემთვის უძვირფასესი ხალხი არიან, მათი ყველას ღირსება, მზია ამაღლობელის ღირსებაც, ჩვენი თეატრის ღირსებაც და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ჩემთვის პირადად ეს არის სადაც გადის ბრძოლის ხაზი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რაც ჩემს ძალებში იქნება.